მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და იყო და ყოველთვის იქნება თითქოს აქტუალური, იმიტომ რომ ალბათ რადგან მობრძანდით, ვარაუდობ რომ ყავთ დედმამიშვილები ან თავად ხართ რამდენიმე შვილის მშობელი. ამიტომ სანამ დავიწყებთ, რომ მანიშნოთ ვის ყავს ერთი ან მეტი დედმამიშვილი ან თავად შვილი. აჰა. ან თითქმის ყველას. ძალიან კარგი, ანუ თქვენთვის რაღაც საკითხები, რაზეც ვისაუბრებთ, ალბათ სავარაუდოდ შეგეხებათ, გაგახსენებთ თქვენს გამოცდილებას, ასევე გამოგადგებათ მომავალში შვილებთან ურთიერთობისას, ხო? სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, მოკლედ გაგეცნობით, მე ვარ ელენე ბაჩიაშვილი, ვარ კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მნიშვნელოვანია ჩემი თავის წარდგენისას ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, რომ პრაქტიკა დავიწყე ბავშვებთან, ამ ეტაპზე ვმუშაობ ზრდასრულებთან და ძალიან ღირებულია ეს გამოცდილება ჩემთვის გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა მენახა ბავშვის განვითარება ყველა ასაკში და შემდგომ უკვე ზრდასრულობაში. ამიტომ მიმუშავია ბავშვებთანაც და ძალიან ხშირად თემას როცა ვამზადებდი, ვფიქრობდი, რომ კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში ყოველთვის მიწევდა კონსულტაცია დედმამიშვილებთან დაკავშირებით და როცა ამას ვაკეთებდი, მშობლებს ყოველთვის ახსენდებოდათ თავიანთი ბავშვობის გამოცდილებები და ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ამის შესახებ გაეზიარებინათ და ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს მემკვიდრეობა არსებობს, ასე ვთქვათ და ძალიან დიდი ისტორია აქვს ამას. ვისაუბრებთ ამ ადრეულ გამოცდილებაზე, მოზარდობაზე, შემდეგ უკვე ზრდასრულობაზე, იმაზე თუ რა როლი აქვს მშობელს დედმამიშვილების ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში, რიგითობას შევეხებით, დაბადების რიგითობას და ასევე ამ ისტორიის განმავლობაში მოკლედ შეიძლება პარალელურად აღნიშნოთ ხოლმე, რომ ეს საკითხები ძალიან ხშირად გვესმის ბავშვობიდანვე ზღაპრებში, ლიტერატურაში და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება მნიშვნელოვნება ამ საკითხის, ხო? ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამ მიმართულებით ფსიქოლოგიაში, ვინაიდან ფსიქოლოგიის ფოკუსში მოიქცა ეს თემა, ყურადღების ფოკუსში გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის ფორმატში მშობლებთან ერთად ძალიან დიდ გავლენას ახდენს დედმამიშვილების ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ზემოქმედებენ ერთმანეთზე და როგორც ხელს უწყობენ, ასევე შეიძლება გამოიწვიონ გარკვეული სირთულეებიც, ხო? როგორც საკუთარი თავის აღქმაში, სოციალურ კომპეტენციაში, ზოგადად ბედნიერების განცდის ჩამოყალიბებაში და რეალურად ისინი წარმოადგენენ რაღაც მინი სოციალურ მოდელს, ხო? სანამ ბავშვს გარე სამყაროსთან ექნება შეხება, როგორ შეიძლება რეაგირებდნენ ადამიანები მის ქცევაზე, მის ნათქვამზე, ზოგადად მის პიროვნებაზე და რეალურად ეს ადამიანები არიან ვისთანაც ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს ცხოვრებაში და დაკავშირებულები ვართ არა მხოლოდ ბიოლოგიურად, არამედ როგორც სოციალური არსებები. თუმცა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ეს ბიოლოგიური კავშირი საკმარისი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ მშობლებს აქვთ მოლოდინი, როცა მეორე დედმამიშვილი ჩნდება, ავტომატურად ელიან, რომ ისეთი ბედნიერება ბავშვისთვის, ხო? თუმცა რეალობას ზოგჯერ ეს არ შეესაბამება ხოლმე, იმიტომ რომ ვლინდება ეჭვიანობა, ხშირად გაღიზიანება, დაპირისპირება, კონფლიქტები და ასე შემდეგ. ამიტომ სირთულებთან ერთად მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ პრევენციაზე და უფრო მეტად ვისაუბროთ იმაზე პირობითად როგორ შეიძლება მოვამზადოთ ბავშვი მეორე ბავშვის დაბადებისთვის, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ მათ ურთიერთობას და ასე შემდეგ. სხვათა შორის თქვენ ახსენეთ და რეალურად ვისაც არ ყავს დედმამიშვილი, ალბათ ბევრი ადამიანი გაგახსენდებათ, რომლებიც საუბრობენ ან მეგობარზე, ან ნათესავზე და აღნიშნავენ, რომ ჩემთვის დასავით არის, ძმასავით. ანუ რეალურად ამისკენ ვივილტვით, ან რაღაც ბიოლოგიურად არის ეს განპირობებული ჩვენთვის, რომ ყავდეს ესეთი ადამიანი, რომელთანაც ესეთი სახის სიახლოვე და კავშირი გვექნება, ხო? და რეალურად კვლევების მიხედვითაც და სტატისტიკის მიხედვით 80% ადამიანს ყავს ერთი დედმამიშვილი მაინც. რეალურად, როგორც აღნიშნეთ, ეს არის რაღაც პირველი სოციალური ველი, სადაც ჩვენ ვწავლობთ თანაარსებობას, ვაწესებთ საზღვრებს, ვაზიარებთ, როგორც ნივთებს, ასევე საკუთარ თავს და ემოციებს, ხო? ანუ ეს ყველაფერი ჯერ ინსტინქტურად ხდება, თუმცა შემდეგ უკვე ხდება ამის გაცნობიერება და
გააზრება. ანუ რომ შევეხოთ ადრეულ წლებს, პირველ რიგში განვითარების ეტაპები და ეს ურთიერთობის ტიპი იცვლება დაბადებიდან, ну ზოგადად ზრდასრულობამდე, მაგრამ პირველ წლებში ყველაზე მეტად გაგახსენდებათ, რომ ვლინდება ეჭვიანობა დედმამიშვილის დაბადებისას, ხო? იმიტომ რომ აი 6 თვის ბავშვიც კი უკვე როცა დედა სხვას იყვანს ხელში, ბრაზობს, გამოხატავს ამას მოძრაობით, რაღაც ბრაზის გამოხატვით, ხო, და 16 თვის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია რომ განზრახ გააბრაზოს თავისი დედმამიშვილი. რეალურად რა არის სინამდვილეში დასაბამი ამ ეჭვიანობის არის მშობლების გამორჩეული სიყვარულის სურვილი. რადგან დაბალ ასაკში განსაკუთრებით ყველა ბავშვს სურს რომ იყოს განუმეორებელი და გამორჩეული და მშობელი არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, საიდანაც ბავშვი იღებს როგორც ესეთ მატერიალურ, ფიზიკურ დახმარებას, საკვებს, ფიზიკურ უსაფრთხოებას, ასევე სიყვარულს, აღიარებას, მზრუნველობას და მხარდაჭერას. და შესაბამისად ეს მშობლებისგან მიღებული მხარდაჭერა და სიყვარული აძლევს მას იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად გამოხატოს თავისი თავი და იყოს უფრო მეტად სრულყოფილი საზოგადოების წევრი და მოკლედ გამოავლინოს თავისი პოტენციალი. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის უპირობო მიმღებლობა და დაცულობა. ყოველი შემდეგი ბავშვის დაბადება რაღაც ნაკლებთან ასოცირდება. ანუ ეს არის ნაკლები ყურადღება, ნაკლები სათამაშო პირველ ეტაპზე, ხო? და აღიარება დრო ასევე მშობლის და ბავშვებს აქვთ განცდა, რომ მშობლის ის ყურადღება, რაც მათ აქვთ, ის იყოფა. ანუ არა მას თავის ინდივიდუალური უჩნდება, არამედ იყოფა და შესაბამისად, ასაკს გააჩნია, რა თქმა უნდა, თუმცა მშობლების გამოცდილება, რაც გაუზიარებიათ მათ და რაც ლიტერატურაში არის აღწერილი, ამბობენ, რომ გავაჩინე შვილები დიდი ინტერვალით იმის მოლოდინით, რომ ეჭვიანობა ნაკლები იქნებოდა, ან პირიქით ძალიან მოკლე შუალედით იმისთვის, რომ მათი ურთიერთობა უკეთესი ყოფილიყო და ერთად გაზრდილიყვნენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვლინდება ეჭვიანობა და ეს ძალიან ნორმალურია, ხო, იმიტომ რომ ავტომატურად ხდება და მნიშვნელოვანია ამაში მშობლის ფასილიტაცია, ანუ ეს ის არის, რაც აუცილებლად გაჩნდება და ბუნებრივია რომ გაჩნდეს და თუმცა რეგულირებადია და მშობლის ჩართულობით გადაჭრადი პრობლემაა, ასე ვთქვათ. ასეთ დროს რამდენიმე რეაქცია შეიძლება გამოავლინოს ბავშვმა, ხო? პირველი არის ის, რომ მოირგოს კარგი ბავშვის როლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის შეეგუა, ვითომ შეეგუა, ასე ჩანს ახალ ბავშვს, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ის მეტად თრგუნავს თავის აგრესიას და უფრო მეტად ერგება მშობლის მოლოდინებს. და უწევს, რომ მიიღოს მონაწილეობა მეორე დედმამიშვილის აღზრდაში, თუმცა ეს ერთი შემთხვევაა და მეორე შემთხვევა არის, როცა ურჩი და ეგოისტი ბავშვი ხო ხშირად მოიხსენიებენ, რომ ეჭვიანობს, უნდა რომ ყველაფერი მას ჰქონდეს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ის ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას და ამ დროს ხშირად არის ხოლმე მშობლებისგან უფრო მორალისტური მოწოდება, რომ ეს როგორ შეიძლება შენი ძმა არის და არის, უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ, ხო? თუმცა მისი გაღიზიანების საფუძვლები ძალიან გასაგებია, ხო? და ორივე პოზიცია, ეს კარგი ბავშვიც და ეგოისტი ურჩი ბავშვის როლიც საჭიროებს მშობლის ჩართულობას, იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში რადიკალურია პოლუსებია, ხო, სადაც არათანაბრად მიმდინარეობს ოჯახის ახალი წევრის მიღება. ანუ რეალურად თქვენც რომ გაიხსენოთ ახალი ბავშვის დაბადება ძალიან ცulis ოჯახის დინამიკას და არ ვიცით როგორ რას გამოიწვევს ახალი ადამიანი ოჯახში შემოსვლისას, ხო? პოზიტიურ მოლოდინებთან ერთად არის დაბნეულობა, მათ შორის მშობლების მხრიდანაც, იმიტომ რომ სხვა საჭიროებები აქვს მას, უფრო მეტი მოვლა ჭირდება ფიზიკური, უფრო მეტი ენერგია, ხო? და შესაბამისად ბავშვისთვის აუცილებელია პირველი დედმამიშვილისთვის იმის ცოდნა, რომ ეს ბუნებრივია, ხო? მომზადების ნაწილში ამას გულისხმობთ და ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე მშობლებს, რომ გააფრთხილონ იმის შესახებ, რაც მოხდება, ხო? შეიძლება ვუთხრათ, რომ ხშირად იტირებს ხოლმე, მე შეიძლება უფრო მეტი დროის გატარება მომიწიოს მასთან, ამიტომ შენ როცა იგრძნობ დანაკლისია ჩვენი ურთიერთობის, ეს ყოველთვის შეგიძლია მითხრა, ანუ
რეალურად კომუნიკაციის გასაღები ყოველთვის არის ბავშვის მოსმენა და იმ გრძნობების მიღება, რაც მას აქვს. იმიტომ რომ ზრდასრულების ურთიერთობაშიც რომ გავიხსენოთ, ყველა შემთხვევაში როგორც კი ჩვენი ემოცია მიღებულია, კომუნიკაცია უფრო მარტივდება, როცა მას ვიღაც შეამჩნევს და აღნიშნავს, რომ ხედავ როგორი გაბრაზებული ხარ, ნაწყენი ხარ, რომ შენთან ნაკლებ დროს ვატარებ პირობითად, ამ დროს იწყება მშვებას გრძნობთ უფრო მეტად და უფრო მეტად გვინდა კომუნიკაცია, მიღებულად და გაგებულად გრძნობთ თავს. ეს არის პირველი ეტაპი, როცა ყველა ასაკობრივ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენს მოკლედ. და ასევე ახალი დედმამიშვილის დაბადებისას მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ შესაძლოა ბავშვის ქცევაში გამოვლინდეს უხეშად რომ ვთქვათ, ცუდი ქცევა, ანუ მოაწყოს ტანტრუმები, უფრო მეტად გაღიზიანებული იყოს, შფოთვა მოიმატოს და ასე შემდეგ. ან შესაძლოა ქცევაში მის ასაკობრივად შეუსაბამოდ მოიქცეს, ხო? პირობითად მოუნდეს, რომ ახალშობილის საწოვარა გამოიყენოს, ან მან ისიც ხელში დააძინონ, იმიტომ რომ ხვდება, რომ მას ფიზიკურად უფრო მეტი ყურადღება ხვდება და ამიტომ ითხოვს გათანაბრებას გარკვეულწილად, ხო, რომ მეც დედამ ყურადღება მომაქციოს. რადგან ეს აღნიშნეთ აუცილებელია, რომ ყველა ეტაპზე ის გათანაბრების მცდელობა არსებობს ხოლმე მშობლებისგან ყოველთვის, რომ ერთნაირად მიყვარხართ, ერთნაირი სათამაშოები აქვთ ბავშვებს, თუმცა ყოველთვის აუცილებელია უნიკალური და ინდივიდუალური მიდგომა. ბავშვის თანდასწრებით არ არის მოკლედ ეს საჭირო და აუცილებელი, რომ გავაჟღეროთ, რომ ერთნაირად მიყვარხარ. ინდივიდუალური მიდგომა გულისხმობს იმას, რომ შენ ძალიან მიყვარხარ, ხო? თუ ეს შედარების აზრი უჩნდება ბავშვს, რომ ის უფრო მეტად გიყვარს პირობითად, მას ერთი მარცვლით მეტი რაღაც შეხვდა საუზმეზე პირობითად, ხო? რომ ამასაც ითვლიან ხოლმე ძალიან ხშირად ბავშვები. ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ ვკითხოთ, ვუთხრათ, რომ ერთნაირად გაქვთ და ვუმტკიცოთ, რომ ეს რაღაც გავათანაბროთ, შეიძლება ვუთხრათ, რომ კიდევ ხშია, გინდა რომ კიდევ დაგიმატო, ხო? ანუ გავაკეთოთ აქცენტი არა გათანაბრებაზე, არამედ იმაზე, რომ მას რაღაც ინდივიდუალური საჭიროება და სურვილი აქვს, ანუ პირობითად მეტად ხშია, ხო? ანუ შეიძლება თქვას, რომ არ მინდა და სინამდვილეში თქვენ ამოიცნოთ მოტივი, რომ მას უნდა გაუთანაბრდეს დედმამიშვილს, მაგრამ მთავარია მშობლის რეფლექსია ამასთან დაკავშირებით, როგორი იქნება. და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის, როცა ახალი დედმამიშვილი იბადება, რუტინის შენარჩუნება, ხო? იმიტომ რომ ის რიტუალები, რაც არსებობდა მანამდე, პირობითად ზღაპარს უკითხავდით თუ ერთად საერნობდით, ამის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რომ მან იგრძნოს, რომ მისი როლიც შენარჩუნებულია ამასთან ერთად, ხო? შეიძლება გამოყოთ დრო მისთვის, ასევე გააკეთოთ ის სპეციფიური აქტივობები, რაც მას მეტად სიამოვნებს და ერთიც თქვენც უფრო დაახლოებულად გრძნობთ მათთან თავს და აუცილებელია რომ ვაჩვენოთ რომ ყოველთვის გვინდა ვიცოდეთ ის რას ფიქრობს, როგორ გრძნობს თავს და არა მხოლოდ დედმამიშვილთან მიმართებაში, ხო, იმიტომ რომ ხშირად ეკითხებიან ხოლმე მშობლები, როგორ მოგწონს შენი და ან ძმა, როგორია შენი დამოკიდებულება მის მიმართ, მაგრამ სხვა საკითხები, რაც ბავშვის ცხოვრებაში ხდება, ესეც აუცილებელია რომ იყოს აღნიშნული. ასევე არის რეკომენდაცია, რომ როცა შეძლებთ შეეხოთ, ან ფიზიკურად ჩაეხუტოთ, გამოხატოთ სიყვარული პირობითად, უთხრათ, რომ ძალიან გიყვართ და თუ რეალურად არ გამოხატავს ინტერესს ბავშვის მიმართ, ესეც ნორმალურია. არ დაჩქაროთ და არ უბიძგოთ ამისკენ, რომ პირობითად ძალიან კარგი და ან ძმა გყავს და როგორ არ გინდა მასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ანუ ის მორალური ჩარჩოები, რაც ჩვენთვის წარმოდგენაში გვაქვს, რომ დედმამიშვილებთან უნდა არსებობდეს, ჯობია რომ ბავშვს არ მოვახვიოთ თავს იქიდან გამომდინარე, რომ მას ჭირდება ინდივიდუალური დრო ადაპტაციისთვის და ბავშვთან შეგუებისთვის. შეიძლება ასწავლოთ ასევე როგორ აიყვანოს ხელში ფრთხილად, ან ჩართოთ იმ საქმიანობაში, რაც ბავშვის მიმართ ხორციელდება, რომ რაღაც მოგაწოდოთ პირობითად, ამისთვის მადლიერება გამოხატოთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ჭარბი რაოდენობით, ხო, იმისთვის, რომ ბავშვმა არ იგრძნოს დიდი პასუხისმგებლობა თავისი დედმამიშვილის მოვლის შესახებ. ასევე ძალიან მიხარია, რომ დღეს მამა თუ
მამა გვესწრება, იმიტომ რომ ახალი ისე ვთქვათ ბავშვის დაბადებისას ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მამის ჩართულობაც ამ დროს უფრო მეტად, იმიტომ რომ დედას ფიზიკური საჭიროებებიდან გამომდინარე უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ბავშვსაც უფრო მეტი საჭიროება აქვს დედის ჩართულობის, ხო? ნუ დამოკიდებულია სხვა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, კვების და ძილის პროცესზე, თუმცა მამის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ზოგადად მშობლების მიდგომა დედმამიშვილების ურთიერთობების დარეგულირებისას ცალსახად აუცილებელია რომ იყოს თანმიმდევრული და შეთანხმებული როგორ იქცევიან მათთან ურთიერთობისას. ანუ მნიშვნელოვანია რომ არ გამოგრჩეთ მხედველობიდან ბავშვის საჭიროებები და ყოველთვის უთხრათ რომ თუ დროს ვერ ატარებთ მათთან ბავშვებთან ყოველთვის შეიძლება მათი ასაკობრივი განვითარების შესაბამისად მათ ენაზე საუბარი პირობითად უთხრათ ის რომ ძალიან მომენატრე დამაკლდა ჩვენი ერთად ყოფნა ხო სადაც აგრძნობინებთ იმას რომ თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენს გრძნობთ იგივეს რასაც ის შეიძლება გრძნობდეს. ანუ შემდეგ მშობლის ჩართულობაზე მინდა რომ ამას აგზეთ და ალბათ უკვე ბევრ სხვა ეტაპზეც მსგავსია. უნდა აღვნიშნოთ რომ მშობელი ძალიან გაუცნობიერებლად ირჩევს ფავორიტ შვილს. ხო, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორი არსებობს, ანუ იდენტიფიცირებას ახდენს მასთან, რომ ემგავს თუნდაც ვიზუალურად ან ხასიათით, ან მარტივი ბავშვია, ხო? ეს რაღაც არ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად უყვარს აქ სიყვარულის ხარისხს არ განსაზღვრავთ, უფრო მეტ კავშირს, ხო? და ეს გარკვეულწილად მოქმედებს ხოლმე ბავშვებთან ურთიერთობაზე და დედმამიშვილებთან ურთიერთობისას, იმიტომ რომ ბავშვები ყოველთვის აკვირდებიან მშობლის რეაქციებს და ძალიან სენსიტიურები არიან ამ საკითხებთან დაკავშირებით. და ეს არათანაბარი ემოციური ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის ძალიან ხშირად ღრმა მკვლედ გავლენებს იწვევს ბავშვების ემოციურ განვითარებაზე ზოგადად და ერთმანეთთან ურთიერთობაზე განსაკუთრებით, ხო? ანუ ძალიან დიდი აქცენტია ხოლმე მშობლების პასუხისმგებლობაზე, ხო, თუმცა ყოველთვის მინდა ხოლმე რა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან რთულია მშობლობა, ამიტომ შეცდომების დაშვებაც ძალიან ბუნებრივია და ავთენტურობაც მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გაუზიარებიათ ბავშვებს, რომ რაღაცა სწორს მეუბნება დედა, მაგრამ რაღაც არ ემთხვევა იმას, რაც მისთვის არის დამახასიათებელი, ხო? ამიტომ შეიძლება ვიცოდეთ ძალიან სწორი მიდგომები, მაგრამ საკუთარ თავზე რეფლექსია, განვითარება მუდმივად ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმისთვის, რომ თქვენს გქონდეთ საკუთარ თავის მიმართ მიმღებლობა. ხშირად აღნიშნავენ ხოლმე მშობლები, რომ მინდა რომ კარგი მშობელი ვიყო, არ მინდა შეცდომები დაუშვა და სინამდვილეში ძალიან დიდი დანაშაულის განცდით იტანჯებიან, ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ არ გვაქვს ეს ემოციური საკმარისი რესურსი, ხო, შეიძლება ძალიან ისეთი ავტომატურად გამოვხატოთ უხეში რეაქცია ბავშვების მიმართ, თუმცა ამის კორექცია ყოველთვის შესაძლებელია. ეს ძალიან ისეთი საიმედო ამბავია ყოველთვის, რაც გვეხმარება ჩვენი ქცევის მართვაში, ასე ვთქვათ. ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე კონფლიქტების მოგვარებაზე. ამ ასაკშიც არის ფიზიკური ხასიათის განსაკუთრებით, ხო? იმან ჩამარტყა, ისე აღწერენ ხოლმე მშობლები, ხოცავენ ერთმანეთს, ხო, ალბათ ხშირად გაგიგონიათ და ძალიან დაუნდობლები არიან ხოლმე ხშირად ბავშვები და მშობელს უწევს ამ დროს ფიზიკური უსაფრთხოების ნაწილის გათვალისწინებაც, ხო, იმიტომ რომ შესაძლებელია ბავშვი დაზიანდეს. თუმცა კონფლიქტის მართვის დროს აუცილებელია დაკვირვება, რაზე ჩხუბობენ ბავშვები, ანუ რის შესახებ არის კონფლიქტი. ანუ ეს არის რაღაც მატერიალურ ნაწილთან დაკავშირებული დედის მშობლის ყურადღებასთან, ანუ ყოველთვის გასათვალისწინებელია კონტექსტი. ანუ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ თუ ბავშვები ჩხუბობენ, არა, ანუ უფრო როცა ბავშვები ჩხუბობენ, ანუ რა ხდება იმ სოციალურ კონტექსტში, როცა ეს ჩხუბი იწყება.
ასევე ამ კომუნიკაციის გასაღები არის ყოველთვის ის, რომ იგივე მივიღოთ მათი ემოციები და განცდები, რაც იმ მომენტში აქვთ, ხო, რომ ხედავ როგორ გეტკინა პირობითად, რომ დაგარტყა. ამ დროს ძალიან იმპულსურია ხოლმე მშობელიც და ამბობს, რომ არ მინდა გავიგო, ვინ დაიწყო ჩხუბი პირობითად, მინდა რომ ეს შეწყდეს გაჩერდით, ხო, ან რაღაც მსგავსი. ეს ძალიან ავტომატურია ცხადია. თუმცა ხშირად არის ხოლმე, რომ ზუსტად მშობლის ყურადღების მიღების მიზნით არის კონფლიქტები წამოწყებული. იმისთვის, რომ დედას ეძახიან დახმარებისთვის, რომ მეორე დააშოშმინოს. სინამდვილეში ეს კონფლიქტებიც ისევე როგორც ვახსენეთ ეჭვიანობის ნაწილზე ძალიან ბუნებრივია, რომ არსებობდეს და ამაში გამკლავება რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ეხმარებას ადამიანებს სამომავლოდ, რომ კონფლიქტები გადაჭრან. თუმცა ამ დროს თუ ყოველთვის ჩაერევა დედა, შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ მე მარტო არ შემიძლია კონფლიქტის გადაჭრა და ამისთვის ყოველთვის ჭირდება ვიღაც ზრდასრული, რომელიც ამას ჩემს ნაცვლად გააკეთებს. ან ირჩევენ კონფლიქტების გადაჭრის ესეთ არაადაპტურ გზას, ხო, პირობითად არაფერს არ ვიტყვი. გავჩუმდები, ყოველთვის დავთმობ, ან ყოველთვის აგრესორი ვიქნები, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ამ დროს და ასევე ის ფაქტორიც უნდა აღნიშნოთ, თავად როგორ წყვეტენ მშობლები კონფლიქტებს, ანუ რას უყურებს ბავშვი და რას ესწრება. თუ გამოხატავენ ისინი ემოციებს, აზიარებენ, რომ ხა გავბრასდი, ანუ მათ შორის დიალოგს თუ უყურებენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში. ძალიან გვეხმარება, ხო, როცა შეიძლება ვუთხრათ, რომ მე და მამა ესე ვაგვარებთ კონფლიქტებს და აუცილებელია, რომ არ იყოს განსვლა ამას შორის, ხო, რომ თუ დედა და მამა ყვირიან, მაშინ ჩვენც ვიყვირებთ და ამის სწავლება ძალიან ესეთი განსვლა ხოლმე, ხო, რომ პირობითად თუ არ ვიცი მშობლები ეუბნებიან, რომ ტელეფონთან დიდხანს დროის გატარება არ შეიძლება და თავად დიდ დროს ატარებენ ბავშვისთვის არ ემთხვევა ნათქვამი და რეალური სურათი, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოდელირება, როგორ ხდება, რას ხედავენ ბავშვები და ამას აუცილებლად ითვალისწინებენ. ანუ ეს იყო ძირითადად ადრეულ ეტაპზე, სანამ 6 დანაწლამდე მივიდოდით, ძირითადად ეს დამახასიათებლები არის ხოლმე. ზუსტად ხა ეს შუა პერიოდის ნაწილია, როცა ეს როლები ყალიბდება და ამ პერიოდში დედმამიშვილები ან ძალიან მოკავშირეები ხდებიან, ან პირიქით ძალიან განსხვავებულები ერთმანეთისგან. ეს არის როგორც მშობლებთან, ასევე სხვადასხვა სოციალურ როლებში, ხო? და ფორმირდება ეს როლები, ანუ თქვენც ალბათ ხშირად გსმენიათ, გარდა რიგითობისა, ეს ჭკვიანია, ცელქია, უპასუხისმგებლოა, უზრდელია და ასე შემდეგ, ხო? და ძალიან ხშირად ეს როლები არის ხოლმე ნეგატიური ხასიათის და როდესაც ამ როლს ვანიჭებთ ბავშვს, რეალურად მასაც აქვს მოლოდინი, რომ ეს ამ როლის შესაბამისად უნდა მოვიქცე, ანუ ჩემგან თუ ელიან, რომ მე ძალიან ცელქი ვიქნები, სულ ესე ვიცელქებ და სულ ცუდად მოვიქცევი, იმიტომ რომ ეს არის, რასაც ჩემგან ელიან, ხო? და აი ეს რიგითობასთან დაკავშირებით რაც არის, პირველი არის ის, ვინც პასუხისმგებლობას იღებს ზოგადად და თითქოს მასზე არის აწყობილი მშობლის მოლოდინები, ან როგორი შვილი მინდოდა რომ ყოლოდა, რომელსაც ველოდი დაიბადა, ხო? და ანუ მასზე მშობლისგანაც გადადის ძალიან ბევრი, ხო? ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ შეიძლება აღქმული იყოს როგორც პროექტი, როგორი მინდა რომ იყოს და მაქსიმალურად ვცდილობ რომ გამოვიწვიო ეს მასში. ანუ რაღაც მინდოდა რომ მუსიკაზე ევლო პირობითად და მივიყვან რომ იაროს, იმიტომ რომ ესე წარმომედგინა რომ იქნებოდა, ხო? ეს ზოგადად, თუმცა როცა ჩნდება შემდეგი შვილი, შუათანაშვილებს ძალიან ხშირად შეიძლება კონდეთ რაღაც უჩინარობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფასილიტატორობის უნარი უყალიბდებათ და ადაპტურობის, ანუ ამის მიუხედავად შეიძლება ეს განცდა გაუჩნდეს, რომ ანუ უფროს უნდა დაუთმოს, უმცროსი გაითვალისწინოს, ხო? ანუ ყველას გათვალისწინება უწევს შუათანა ბავშვს ხათი. მე ვერდები ხა მესამე შვილს. და
მესამე უმცროსი შვილი ხშირად არის ხოლმე უფრო მეტად თავისუფალი და უფრო მეტად შემოქმედებითი, თუმცა განებივრებული, ასევე შეიძლება არ იყოს აღქმული სერიოზულად და შეიძლება ასევე დამოკიდებული იყოს უფრო მეტად ემოციურად სხვებზე და რაც ცუდი ნაწილი არის, რომ ძალიან ხშირად არიან ხოლმე უფროსი დედმამიშვილების ჩრდილში უფრო მეტად, ხო? იმიტომ რომ მასზე რაღაც მოლოდინები არსებობს, რომ იმ წინა ორი შვილისგან თუ რამდენი შვილიც არის, იმათ გამოცდილებას გაითვალისწინებს, გააუმჯობესებს გარკვეულწილად, ხო? ან მინიმუმი რაღაც ისეთი სტანდარტი არის, რომ ისეთივე მაინც უნდა იყოს თუ არა მათზე უკეთესი, ხო? ამიტომ და სხვათა შორის მათთან შედარების კუთხით ამ ფსიქოანალიტიკური ჩარჩოს მიხედვით ძალიან ხშირად საკუთარ იდენტობასაც დედმამიშვილებთან შედარებით განსაზღვრავენ, ხო? და ირჩევენ ზოგჯერ განსხვავებულ გზას, რომ მაგალითად მე ისეთი არ მინდა ვიყო, როგორიც ჩემი და-ძმა არის, ან ისეთი ვიქნები, ზუსტად როგორიც ის არის, ან ძალიან ხშირად შესაძლებელია ესეთი ნარცისული შერწყმა ასე არქმევენ, როდესაც მე უნდა ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ის არის. ხო, ამ დროსაც ეს მოტივირებულია უფრო მეტად შურის და ეჭვიანობის განცდით. და სხვათა შორის შურის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვნად არის აღქმული და დიდი ყურადღება ეთმობა დედმამიშვილების ურთიერთობაში, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ფორმით ვლინდება. ერთი ის არის, რომ აგრესიაში შეიძლება გამოვლინდეს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს გადაჭარბებულ მზრუნველობაში და ამასთანავე დანაშაულის განცდაში, ხო? იმიტომ რომ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ მე შურს, ის რატო არის ჩემზე უპირატესი, თან მიყვარს და ამის გამო დანაშაულს გრძნობ, იმიტომ რომ მისი შურს და ამიტომ ესეც ძალიან შერეულ ამბივალენტურ განცდებს იწვევს ხოლმე. ხშირად ეს შურის განცდა. ამ როლებთან დაკავშირებით რაც კიდევ მინდოდა რომ მეთქვა, პირველი შვილები უფრო მეტად ისეთ პასუხისმგებლიან და ძალიან კონფორმისტებად მიიჩნევიან ხოლმე, იმიტომ რომ უწევთ რომ მიიღონ ის სიტუაცია რაც არის, მოერგონ იმას რაც მათ გარშემო ხდება და ისინი იზრდებიან მშობლის მიზანზე ორიენტირებულად გარკვეულწილად. შუა თანაშვილები ძირითადად ესე შეიძლება გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად ის რომ ყურადღება მოაკლდათ, გაჩნია საკობრივ დაშორებას, მაგრამ ყოველთვის არის ეს განცდა მაინც და ძალიან კარგად ავლენენ სოციალური ადაპტაციის უნარებს და კარგები არიან მოლაპარაკების ნაწილში, ხო? კარგად აწარმოებენ ამას, იმიტომ რომ უწევთ დაბალანსება უფროსი და უმცროსი დედმამიშვილებს შორის. და უმცროს შვილებზე უკვე აღვნიშნე. ფსიქოანალიზში ისევ ფროიდი ხშირად აღნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი შვილის დაბადება რაღაც ტახტიდან ჩამოგდებას ნიშნავს, ესეც რაღაც ძალიან ზღაპრულია და ზღაპრის და მითების ნაწილს ძალიან ეხმიანება, რომ შეიძლება განვითარდეს შიში, ეჭვიანობა და ასევე სუპერეგოს გაზრდილი ზეწოლა. ანუ ეს თქვენ რასაც გულისხმობდით, რომ უფრო მეტი ზეწოლა აქვს მას, რომ მე აუცილებლად კარგი უნდა ვიყო და უთმო ჩემს ძმას, ხო, ეს ძალიან ხშირად ვითარდება. შუათანა ბავშვს უვითარდება ხშირად პროტესტი და მუდმივად რაღაცის მტკიცებაშია, რომ მე რაღაც უწევს განსაკუთრებულად დაიხარჯოს იმისთვის, რომ მისი ინდივიდუალობა შემჩნეული იყოს, ხო? იმიტომ რომ პირველი რაღაც ისეთი პირველი შვილია, ბოლო უფრო მეტად განებივრებულია და შუათანას რაღაც უფრო მეტი უწევს, რომ გააკეთოს იმისთვის, რომ აღიარება ინდივიდუალური მოიპოვოს. მესამე შვილებზე საუბრობენ, რომ შეიძლება რაღაც რევოლუციონერები იყვნენ და ძალიან შემოქმედებითები და ამ იდეაზე დავფიქრდი, როდესაც ერთ ბავშვთან მუშაობ, ისაც რაღაც ზღაპარზე მკითხა და ძალიან ხშირად არის ზღაპრებში სამ ძმაზე ან სამ დაზე ამბები და პირობითად სამ გოჯში, ხო, პირველი შვილი ძალიან ისეთ სპონტანურად მარტივად აშენებს სახლს, მეორე აუმჯობესებს და რეალურად მესამეა, რომელიც
როგორც ისეთ ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებას იღებს, ხო? ანუ რეალურად ისეთ უფრო შემოქმედებითია, ანუ მათ აქვთ უფრო მეტი ვალდებულება, რომ აშენონ ეს სახლები და უფრო მეტად თავისუფალია თითქოს შემოქმედებითია, რომ აშენოს და მე ეს სრულდება ესეც, ხო, რომ ის იფარებს უფროს დედმამიშვილებს თავის სახლში, ან არ ვიცი, ყველა ზღაპარში არის ეს პატარა იფარებს უფროს. კი, თუ გახსოვთ ეს ზღაპარი, კი, და რაც განსხვავებულები არიან ხოლმე, ხო? აჰა. თქვენ მე რამდენი ხართ? უფროსი ვარ. აჰა. შვათანა და მესამე. გამიცინა იმდენი ის და ემთხვა რომ ეს რაღაცები. აჰა. ამიტომ ეს რიგითობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თუ ალფრედ ადლერიც და ანუ იგივე რეალურად ტახტის დაკარგვის ფენომენი იყო პირველ შვილთან დაკავშირებით და უფრო მეტად პასუხისმგებლიანი ლიდერული, უფრო მეტად ავტორიტეტი დანარჩენი დედმამიშვილებისთვის, შუათანა ხშირად უფრო კონკურენტული, ძალიან მებრძოლი, სხვათა შორის შუათანა, თუმცა შეიძლება თავი იგრძნოს უყურადღებოდ, ხო და მესამე შვილი, რა თქმა უნდა, ძალიან განებივრებულია და შესაძლოა განვითარდეს ყურადღების გადაჭარბებული მოთხოვნილებაც, რომ ესეც მიჩვეულია, იმიტომ რომ მესამეა და ბოლოა, იმას მოელოდეს სხვა ადამიანებისგანაც და ეს ძალიან შეგვიძლია რო თქვა, მეორე შვილმა არ იგრძნოს სუბასტაო. იცით, ალბათ, რა თქმა უნდა, არსებობს უფრო მეტად ხელი შეეწყოს ამის განვითარებას, უბრალოდ იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობთ, ძალიან ბაზისურია და ეს რაღაც კუთხით, ანუ შეიძლება შუათანაშვილს არ ვაგრძნობინოთ თავი გარიყულად და უყურადღებოდ, მაგრამ ის რომ შუათანაშვილს ჩამოუყალიბდება კარგი ადაპტაციის და ურთიერთობების ფასილიტაციის უნარი, ეს ძალიან სასარგებლოა, ანუ ეს როლი მას ძალსახად ექნება, მაგრამ მშობელს რა თქმა უნდა შეუძლია ჩაერიოს ისე რომ არ დააზიანოს შუათანაშვილი ზედმეტი პასუხისმგებლობით, თუნდაც იმით რომ უფროს დაუთმოს. დიახ. მესამე რო იბადება, რამე არის ისეთი რომ აი ახლა ჩვენ ყავდა ახლა მეგობარ შეეძინა ბავშვი, მოიყვანეს ჩვენთან სტუმრად იყვნენ და 21 წლის ბავშვი იყო და უფროს ძალიან მოეწონა, რომ ყურა ჩაატა მეორე. და მე ხა ჩვენს მე 6 თვეში შეგვეცინება მესამე თქვათ და ესე რო არ ჩაარტყას თქო რამე არის ისეთი პრევენცია რომ რაღაცით მიახვედრო რომ შენც მნიშვნელოვანი ხარ და ესაც აჰა. ყოველთვის შეიძლება მომზადება კი და საუბარი იმასთან დაკავშირებით რა იქნება, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვს კონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ პირობითად ბავშვის განვითარების შესახებ ზოგადად ის რომ მის ცხოვრებაში რა შეიცვლება. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეტაპზე ეს ადამიანი გამოჩნდება ახალი, როგორი იქნება, ხო? იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ გაუზიარებიათ, რომ დედმამიშვილები ელოდებიან, რომ რაღაც სათამაშო იქნება, ან დიდი ბავშვი მოვა უკვე და მეთამაშება, ხო? მშობლები ასე აწვდიან ხოლმე ხშირად. მაგრამ თუ მას ზუსტად ეცოდინება რა შეიცვლება მის ცხოვრებაში და როგორი იქნება ამ ბავშვთან ურთიერთობა, თუნდაც თქვენ ჩართულობას რა ნაწილი დაეთმობა, უფრო მეტად მშვიდად ხვდებიან ხოლმე ამ ამბავს. რეალურად ზოგადად ჩვენ შემთხვევაშიც რაც უფრო მეტად ვიცით და მომზადებულები ვართ, შფოთვა უფრო მეტად იკლებს, ხო? ანუ ინფორმაცია წევს შფოთვის დონეს. ამიტომ მომზადება შეგიძლიათ ან უფრო დეტალურად ან ოჯახის კულტურის გათვალისწინებით. ჩვენი აღქმით. დიახ. იბადება მესამე, დაიკო არის მარიამი, იცის რა ქვია შენ დაიკოს, მარიამი, რაღაც ეგ ამოვიგოქს მოსადებით. ეგრე ვფიქრობ, რომ ეგრე წაუყვანთან სხვა დანარჩენი ვერ ვიფიქრეთ, რა შეიძლება იყოს და პატარა რომ მოიყვანეს, მე ეგ ფაქტორიც იყო, რომ აი ესეთი მოვა ცოტა ხანში შენი დაიკო იქნება რაღაცა. და ჩაარტყა ამ დროს თუ ეს სხვა ამერია. ამ დროს ახლა უბრალოდ მაგ პერიოდში არ მახსოვს, მაგრამ ზოგადად არ მიიღო და მეც არ უყურებდა რა დიდად არ დაინტერესდა. უბრალოდ დაინტერესდა. ჩუქარი რომ ვაყოლებ ბავშვთან ერთად თქვა რაც როგორ ხარებს. აი რომ აი ეს გამიგია.
საჩუქარი, აი ბავშვის დაბადებასთან ერთად, აი მომდევნო ბავშვებსაც გაუხარდება, იმათთან ერთად ეს საჩუქრებიც რომ მოვიტანო. მოიტანოს. იმათ მოვიტანოს ასე. კარგად დაამახსოვრე ეს ანუ მესამე მოუტანა საჩუქრები. ანუ ზოგადად ახალშობილს ხო ჩუქნიან ხოლმე საჩუქრებს და ხშირ შემთხვევაში როცა ეს ჭვიანობა ვლინდება, შეიძლება სტუმრებმა ესეც გაითვალისწინონ, რომ მისთვისაც მოიტანონ სათამაშო. ანუ ეს ისედაც ძალიან აბსტრაქტულია ბავშვისთვის, რომ ძმა უნდა მყავდეს, ხო? ანუ არ წარმოუდგენიათ ეს როგორ შეიძლება იყოს და რეალურად ახალშობილი ძალიან უსუსური, ანუ ის საჩუქარს ვერ აჩუქებს, ხო? ეს ძალიან აბსტრაქტულია, რომ იმან მოუტანა. ამიტომ მას რასაც ჩუქნით ახალშობილს შეიძლება მასაც აჩუქოთ, ხო? რომ მასაც კონდეს ეს საწყის ეტაპზე განცდა თუმცა. გაახარო ეს ბავშვებით საჩუქრებით დაემთხვეს იმის მოსვლის პერიოდს, აი მაშინ აბსტრაქტულად რო არ გამოჩნდეს, გაცნობიერებულად, რომ თქვა შესაძლებელია კი, სტუმრების მიმართაც შეიძლება რომ ეს არსებობდეს, რომ მათაც მოუტანონ საჩუქრები. შეიძლება ითამაშოთ წარმოსახვითი თამაშები, ხო, სადაც გაეთამაშებთ ამ სიტუაციას, რომ ლაზარეს ახალი ძმა შეეძინა. დააკვირდით მის რეაქციას, როგორ იგრძნობს თავს, ხო, შეიძლება ესეც გაახმოვანოთ, ანუ ეცადეთ რომ მხოლოდ რაღაც პოზიტიური ნაწილი არ მიაწოდოთ, ანუ შეიძლება უთხრათ, რომ შეიძლება იტიროს ხოლმე, ღამე გაიღვიძოს, შენც გაგეღვიძოს, დედა უფრო მეტ დროს გაატარებს მასთან. ანუ ამ ინფორმაციის მიწოდებაც, რაც რეალური ნაწილია, აუცილებელია მისთვის, ხო? ანუ მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი რო არ ქონდეს ბავშვს, რომ ის მეთამაშება, არაფერი შეიცვლება და ასე შემდეგ. ანუ ის ნამდვილად ცვლის ყველაფერს შეგიძლიათ, დედაზეც გააკეთოთ აქცენტი, რომ რაღაც პერიოდი არ იქნება სახლში, იმიტომ რომ სამშობიაროში იქნება და მერე დაბრუნდება ბავშვთან ერთად. ანუ ყველაფერი რაც მოხდება, ამის შესახებ უნდა მიაწოდოთ მას ინფორმაცია, ეს აუცილებელია, რომ კონდეს მოლოდინი და შემცირდეს შფოთვა. და რაც აღნიშნე ემოციების მიღებასთან დაკავშირებით, ხო, და აი ამ მორალურ ნაწილთან, რომ აუცილებლად უნდა გიყვარდეს, ანუ როცა ბავშვები აზიარებენ ხოლმე თავიანთ ემოციას, ხშირად არის მშობლების უკავშირი, რომ არა უშავს შენი ძმა რა მოხდა, ან არაფერი არ ხდება ისეთი, რომ შენ თავი ასე იგრძნო, ან ხო იცი ორივე ერთნაირად მიყვარხართ. ხო, ამ დროს ყოველთვის იწვევს განცდას ბავშვში ეს ფრაზები, რომ რაღაც სათანადოდ კარგი არ ვარ, არ მაქვს რაღაც ჩემი ადგილი მშობლებისთან მიმართებაში, ხო? ამიტომ ისევ და ისევ გრძნობების მიღება ძალიან დამხმარეა ბავშვისთვის და ასევე მისცეთ სივრცე, რომ სიმბოლურად და კრეატიულად გამოხატონ თავიანთი განცდები. ეცადეთ, რომ თანაბარი დრო გაატაროთ ბავშვებთან, რაც რამდენადაც მოხერხდება ეს დღევანდელ დღეს ძალიან აჩქარებულია ცხოვრების ტემპი და ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვთ მშობლებს, ამიტომ ეს ცდელობა ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ანუ შექებასთან დაკავშირებითაც მინდოდა რომ მეთქვა, როცა შედარებაზე ვსაუბრობთ, რომ შექებაც ძალიან ხშირად არის ხოლმე დაკავშირებული ბავშვის სახქმაში შედარებასთან, იმიტომ რომ რა კარგი ქულა მიიღო, არ ვიცი, ლაზარემ პირობითად ხო ვახსენოთ ეს სახელი. რა კარგი ქულა მიიღო, ისე კარგად დაალაგა თავისი სათამაშოები, ანუ ეს გარკვეულწილად უბიძგებს, ანუ აფიქრებინებს ბავშვს, რომ მისნაირი უნდა იყოს, მასავით მოიქცეს და ჯობია ხოლმე, რომ როგორც საყვედური, ასევე შექებაც ინდივიდუალურად გააჟღეროთ ბავშვებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დედმამიშვილთან ერთად არ უნდა შეაქო. არა, ჯობია რომ ეს ცალკე გააკეთოთ, ანუ შეიძლება აღწეროთ მისი განცდა, მაგრამ ესეთი ძალიან აღფრთოვანებული კომენტარებიც იწვევს ამ განცდას, რომ ისეთი უნდა ვიყო, ჩემზე უკეთესია, ჩემზე უკეთესად აკეთებს ამას, ამიტომ ეს რაც უშუალოდ მას უკავშირდება, როგორც შექება, ასევე საყვედური, ჯობია რომ ეს ინდივიდუალურად გააკეთოთ, ხო? მერე ერთმანეთთან გრძელდება კომუნიკაცია ამის შესახებ. ისინი ერთმანეთთან საუბრისას ადარებენ თავს, რომ პირობითად შენ ძალიან კარგად გააკეთე, რაღაც აწყე ლეგო და ეს ძალიან მოეწონა მამას. მე შესავით ვერ ვაწყობ.
ხო შეიძლება მათ შორისაც გაგრძელდეს და ცალკეულად ეს ბავშვის განცდაც რა თქმა უნდა უფრო მძაფრი იყოს და მძიმე. მოზარდობის პერიოდზე მინდოდა რომ რაღაც ნაწილი მეთქვა სპეციფიური რაც ახასიათებს ამ პერიოდს ხო იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თავზეც გვახსოვს და ვისაც ამასაკის საშუალება გვყავს ვიცით როგორი რთული პერიოდია და რამხელა ქაოსია, რამხელა ცვლილებებია და ზუსტად ისეთი პერიოდია, როცა მშობლებს უპირისპირდება ბავშვი და დამოუკიდებლობას ცდილობს, ანუ აქ მისი პიროვნულობა, ინდივიდუალური ნაწილი უფრო მეტად იკვეთება, ხო? და ამ შემთხვევაში დედმამიშვილებთან დაპირისპირებაც უფრო იზრდება, ხო? შეიძლება ამბობენ, რომ ეს რაღაც აშაფასებითი ნაწილი მოდის, ან სულელური რაღაცები მოსწონს, ან ძალიან ბავშვურია, ან ჩემზე პატარა, ან ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგებთ, ხო? ანუ ამის დისტანცირების პარალელურად არსებობს სიახლოვის სურვილიც, ხო? იმიტომ რომ ეს ორი ძალა დაპირისპირებულია ერთმანეთთან, რაც მოზარდობას დაპირისპირება ძალიან ხშირად გასდევს ხოლმე ბევრ საკითხში, ხო? ჩვენ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლექტორი ზიარებდა რომ ისეთი რთული პერიოდია რომ თუ შეიძლება რომ საერთოდ ეძინოთ ამ რაღაც მონაკვეთში ადამიანებს იმდენად ბევრია რაც მათში ხდება და ის რაც გარემოსთან ურთიერთობის დროს ვითარდება თუმცა ასევე მან ახსენა ძალიან საინტერესო თეორია, რომელიც მოარგო მათემატიკური შინაარსის არის, თუმცა ძალიან კარგად მოარგო ფსიქიკას ის, რომ რაღაც ეს ქაოსი და არეულობა, დაძაბულობა მიმართულია რაღაც კონკრეტული მიზნისკენ. ანუ ეს ბუნებრივია, ჩვენ რაღაც აი ამ ქაოსის გავლით მივდივართ და იწმინდება საბოლოოდ ეს პროცესი რაღაც კონკრეტული ურთიერთობის ფორმატისკენ. ამ შემთხვევაში, როცა დედმამიშვილებზე ვსაუბრობთ, ხო, რაც არის თანამშრომლობა მიმღებლობა, სიყვარული, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მოზარდობის დასრულობის პერიოდში ძალიან კარგი თანამშრომლები და მოკავშირეები შეიძლება გახდნენ, ხო, იმიტომ რომ თუნდაც მშობლებთან ურთიერთობისას როცა პირობითად დასრულ ასაკში მათი გარდაცვალების შემდეგ უფრო მაღალია მხარდაჭერის ხარისხი. ისინი არიან, ვინც უფრო კარგად გვიცნობენ და შესაბამისად კრიტიკულ სიტუაციაში უფრო სწრაფად რეაგირებენ, უფრო მეტად გვეიმედებიან და ხელმისაწვდომები არიან იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარონ, ამ კრიზისულ სიტუაციაში მხარდამჭერები იყვნენ და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ეს დასრულ ასაკშიც კი ყოველთვის აუცილებელია და ღირებულია, რომ მათი ურთიერთობის ფორმა შეიცვალოს თუ ეს არის უფრო დისტანცირებული, ხო, იმიტომ რომ მოზარდობის პერიოდის შემდეგ უკვე ზრდასრულობაში გადასვლის დროს, როცა 18 წლის ხდება ადამიანი და შემდეგ უკვე უფრო მაღალ ასაკში დამოუკიდებელი და ფიზიკურად შეუძლია რომ უკვე აღარ იცხოვროს დედმამიშვილებთან ერთად, ხო, ამ დროს უფრო ლეგიტიმურია გაჩნდეს დისტანცია მათ შორის და საერთოდ აღარ მოუნდეთ ისეთი ახლო ურთიერთობა, აღარ გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია და თუ არ მოხდება მათ შორის ისეთი ზრდასრული კონსტრუქციული საუბარი, არ მოინდომებენ, გააზიარებენ თავიანთ ემოციებს, რაც მოზარდობაში და ბავშვობაში დაუგროვდათ, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მათ შორის დისტანციას, ასე ვთქვათ, რაც ხელს შეუშლის მათ არ კონდეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, რაც დედმამიშვილებს აქვთ სინამდვილეში, ხო, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების თანამგზავრები არიან, იციან ჩვენი ცხოვრება დაბადებიდან ზრდასრულობის შემთხვევაში და ძალიან ბევრ რაღაცაში შეუძლიათ რომ დაეხმარონ იგივე წარმატების მიღწევაში ან ჩვენი დამოუკიდებლობის ხელშეწყობაში ის სოციალური უნარები რაც დასაწყისში ვახსენეთ ზრდასრულობის პერიოდში შეიძლება გაზიარდეს ხო იმიტომ რომ გაუზიარებიათ დიდ ადამიანებს რომ ეხლა აღადგინეს ურთიერთობა დედმამიშვილებთან და აი ამ საუბრის შემდეგ ძალიან დიდ შვებას გრძნობენ და კავშირს იმ ადამიანებთან რომელთანაც ძალიან დიდი ბიოლოგიური კავშირი გვაქვს ხო ძალიან ღრმა და ამას როცა მის სოციალური ნაწილიც რა თქმა უნდა უფრო სასარგებლოა და უფრო ეფექტურია ეს ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში და ასევე მოქმედებს ჩვენს ურთიერთობაში ხო როგორც ვთქვით რომ დასავით არის ძმასავით არის ჩემთვის ან ურთიერთობებს ირჩევენ იმ ადამიანებთან ვინც გავს ჩემ ძმას ან ჩემს დას რაღაცით და მასთან უფრო მიადვილდება ურთიერთობა მომწონს ხო იმიტომ რომ ყოველთვის მივისწრაფით ჩვენ მსგავსისკენ
იმისკენ, რაც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია და შესაბამისად იმ ადამიანზე ნაცნობი, ვინც ჩვენთან არის რაღაც ბავშვობის პერიოდიდან, ალბათ სხვა არავინ გვეგულება ხო თუ არ არის ეს პირობითად ბაღის მეგობარი, ან ნათესავი მეზობელი და ასე შემდეგ, ვისთანაც მსგავსი სახის სიახლოვე გვყალიბდება, მოკლედ მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებულობის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ, რომ ბავშვების გათანაბრების საშუალება არ არსებობს და შესაძლებლობა ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ამ დროს შედარების საფრთხეც უფრო მაღალია იმას მშობლების მხრიდან ძალიან ექსცენტრული გამოვლინებები აქვთ ხშირად მოზარდებს, ხო, რაღაც თმისფერის ცვლილებები, არჩევანი კონკრეტული, არ ვიცი, მუსიკის მიმართულების იქნება თუ სხვა გამოვლინებები, აკადემიური მოსწრების გაუარესება, ბევრი ფაქტორი და მახასიათებელი, რაც მოზარდობის სასახს გასდევს. ამის გამო უფრო იზრდება ხოლმე მშობლების შეფასების ალბათობა, ხო, შექების და შემდეგ უკვე შედარების. ამიტომ რაც უფრო მეტად მივიღებთ გამორჩეულობას და ინდივიდუალობას მოზარდობის ასაკში, განსაკუთრებით რაც ყველაზე მეტად ჭირდებათ მოზარდებს, იმიტომ რომ საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობენ ამ ფორმით რაღაც ახალ როლს იქმნიან, თავისუფლდებიან ოჯახის როლისგან, ხო, რომ იმაზე მეტი ვარ, ვიდრე კონკრეტულად რაღაც ოჯახს აქვს ჩემგან მოლოდინები და რაღაც როლი მაქვს იქ მონიჭებული, უფრო მეტი ვარ, ვიდრე არ ვიცი, ცელქი პირობითად რაც შეიძლება ძალიან დიდხანს შემორჩეს ადამიანს დასრულებაში, ან ჭკვიანი, ან ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის და ძალიან ნიჭიერია, ხო, ანუ არ ვარ ნიჭიერი, არ მინდა ყველაფრის კეთება პირობითად, ხო, ვირჩევ სხვა მიმართულებას და ამ რაღაც ცვლილებების მხარდაჭერა მშობლების მხრიდან და ერთმანეთის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებულია. ანუ ამ ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია ბევრი შთაბეჭდილება ქონდეთ მოზარდებს და უფრო პატარა ასაკშიც ერთმანეთის მიმართ, რაც პოზიტიურ ნაწილს უკავშირდება. შეიძლება უბიძგოთ იმისკენ, რომ კომპლიმენტები უთხრან ერთმანეთს, ბევრი რაღაც საერთო აქტივობა დაგეგმოთ, სადაც ორივე თანაბრად ისიამოვნებს პირობითად და რაღაც რის ირგულებაც გაერთიანდებიან, ხო, ერთი გუნდი იქნებიან პირობითად და მშობლები ცალკე, ანუ სადაც ერთმანეთთან რაღაც დააკავშირებთ, ანუ ბევრი თამაში შეიძლება რომ ამისთვის მოიფიქროთ. ასევე წესებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, რაც კონფლიქტების თავიდან არიდებაში დაგვეხმარება, ან როგორი სოციალური წესები გინდათ რომ არსებობდეს ოჯახში, ხო? მაგალითად, ჩვენ არ ვეძახით ერთმანეთს ზედმეტსახელებს, ანუ ამაზე ყველა თანხმდებით, ხო? და ეს წესების შემუშავებაც არ უნდა იყოს მხოლოდ მშობლისგან წამოსული, რომ ეს წესი გვაქვს. ყველანი ამაზე თანხმდებით, რომ არ იგივე არ ვეძახით ერთმანეთს სახელებს, გაბრაზებას გამოვხატავთ სიტყვებით. ეს რაღაც უფრო გამოხატვის ფორმა, შეიძლება მისი ემოცია, ანუ უფრო თუ დააკონკრეტებთ ქცევას, გამოხატვის ფორმას. რომ საუბრობთ, როცა რაღაც გვწყინს. აღარ გელაპარაკები რა. რაღაცა ეგ მომენტები ცხوارი, თქო, არ ვიფუტებით რა, ჩვენ კი ვიკამათეთ, მაგრამ ვლაპარაკობთ. აჰა, დიახ, ამ ფორმულირებით ჯობია რომ იყოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, როცა რაღაც გვწყინს, ამაზე ვსაუბრობთ. იმიტომ რომ შეიძლება ანუ ეს არ ვიბუტებით, მან იგნორირებულად იგრძნოს თავისი ემოცია, რომ მე გავიბუტე და ამ ფორმას ვირჩევ რომ გამოვხატო და ჩემი გრძნობა არ იყოს იგნორირებული, ხო? ამისთვის ჯობია რომ უფრო ესეთი ფორმულირება მისცეთ კონკრეტული, რომ ვსაუბრობთ, როცა რაღაც გვაწუხებს. ანუ ეს წესები შეიძლება იყოს როგორც ერთმანეთს ზედმეტსახელებს არ ვეძახით, ასევე პოზიტიურად ფორმულირებული, ხო? მაგალითად, ვეხმარებით და ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ასე ბრას გამოვხატავთ სიტყვებით, არ ვურტყავთ ერთმანეთს. და ბევრი რაღაც სხვა წესი, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია ხოლმე და ოჯახზე მორგებულია, როგორი კულტურა, რა ღირებულებებია ოჯახში და ამაზე დაყრდნობით შეიმუშავეთ მოკლედ წესები და გარკვეული რუტინა და შემდეგ ძალიან მარტივია რომ შეახსენოთ ერთმანეთს ეს წესი, ვიდრე უთხრათ რომ ხო გითხარი, შეწყვიტე, ან მეტი აღარ მითხრა და ასე შემდეგ, ხო? და ანუ დედმამიშვილებსაც შეახსენოთ
გაახსენოთ და თქვენც შეახსენოთ მათ და აუცილებელია რომ მშობლებმა გაითვალისწინონ ეს ყველა მიდგომა. გრძნობების გამოხატვა ინდივიდუალურად ცალსახად აუცილებელია. ძალიან ხშირად გამოხატეთ სიყვარული, რომ ისინი მიღებულები არიან, თქვენ არაფასებთ მათ, შეიძლება შეაფასოთ ქცევა, მაგრამ არა ისინი, ხო? პირობითად რაც იციან ხოლმე ზოგადად, რომ კარგი გოგო ხარ, ან ცუდი ბიჭი ხარ, ან ასე შემდეგ, ჯობია რომ უფრო კონკრეტული აღწერები იყოს, რასაც ისინი აკეთებენ და როგორებიც არიან, ხო? ან პირობითად ყოჩაღი ხარ, ან რაღაც მსგავსი აღწერებიც შეიძლება პიროვნებასთან დაკავშირებით გააკეთოთ კომენტარები, ხო, რომ ფიქრობ, რომ ძალიან მამაცი ხარ. შეიძლება ეს უთხრათ, როცა რაღაცას გააკეთებს, ხო? ისეთ სადაც ეს თვისება ვლინდება.